ალბათონო თეა რატო ჩაურიცხეთ 2021 წელს 10,000 ლარი ქართულ ოცნებას. მე ვიყავი პარტია ქართული ოცნების წევრი და საარჩევნო კი ბატონო, აქ კენჭდა. კენჭი ზადაის კი ბატონო, გასაგებია და ამ რეფორმის მომხრე ხართ? დიახ, ეს რეფორმა აუცილებლად საჭირო იყო 30 წლის შემდეგ რომ გაკეთდეს. რატომ მიეცით საყვედური ლექტორმა პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც გუშინ აქციაზე იდგნენ? და ეს უნივერსიტეტი რომ მიხურებ, ეს უნივერსიტეტი თქვენი სახელი და ლუკა ვარ წურწუმია, კურსდამთავრებული. ლუკა, რომელ ლექტორს მიეცით საყვედური? რა იმ ლექტორი იყო. გისმენთ, სტუმარს ველოდები ეხა მე და ამოდით თუ გინდათ და შეხვედრის დროს დასვით კითხვების სტუმართან თუ გაქვთ. ეხა რომელ ლექტორს მივეცი, მოდით იმ ლექტორთან ერთად. არა, მიკრებია. რა მაინტერესებს? ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის დახურულია, იმიტომ რომ არის აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციულ. და რაზე უნდა ისაუბროთ? უნივერსიტეტს რო გვიხურავენ? გესმით ეს უნივერსიტეტი რას ნიშნავს? გესმით აფხაზეთის ტკივილი რა არის? მესამე პირში რატო საუბრობ? აფხაზეთიდან ვარ, წურწუმია ვარ, ლუკა ფშაფიდან. მამა ჩემი ომობდა. არ ნერვიულობ, ჩეგე, ნერვიულობა არ არის. არა, ნერვიულობ. ანუ არ ნერვიულობ. როგორ არ ნერვიულობ? ასეთი საუბრის მანერა. თქვენ ჩემთან შეხვედრა თუ გინდათ, აქამდე ვინმე დაგიშალა. არ მიგვიღეთ, გუშინ არ მიგვიღეთ. მიულინებაში ვარო, ხომ თქვი? მაინტერესებს 7 ფაკულტეტიდან ორს რო გვიტოვებენ, ერთი საერთოდ რომ არ გვაქვს, ამაზე პოზიცია რატო არის? 5 არის ჯერ. 7 გქონდა რამდენიმე წლის წინ. მე ჩემთან დაკავშირშია, მე მოვედი დავხვდა 5 ფაკულტეტი. პროგრამები, რომელზეც წლების მანძილზე იღებდა უნივერსიტეტი 0 სტუდენტს, 1 სტუდენტს, 2 სტუდენტს, 3 სტუდენტს და ამის მიუხედავად იზრდებოდა აკადემიური პერსონალის რაოდენობა. 15 პროფესორია იმ მიმართული